ვიდეო, რომელსაც თქვენ ახლა უყურებთ, დაკავშირებულია რომის შესახებ, ჩვენს არხზე ატვირთულ ვიდეოსთან. ჩვენ გადავწყვიტეთ ცალკე ვიდეო დაგვედო ბორგეზეს შესახებ, რათა უკეთ გადმოგვეცა აქაური შთაბეჭდილებები. ასე რომ მოდით ერთად დავათვალიეროთ ბორგეზეს გალერეა. რომის ხმაურიანი ქუჩების შემდეგ დასვენებისა და განტვირთვისათვის ვილა ბორგეზეს გამწვანებული სივრცეები და ბაღები ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია. ეს არის უზარმაზარი ისტორიული პარკი, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს და მრავალ ღირსშესანიშნაობას მოიცავს. ის თავდაპირველად კერძო არისტოკრატიული პარკი იყო, რომელიც დღეისათვის გაშენებულია 80 ჰექტარზე. ერთ-ერთი ყველაზე რომანტიკული კუთხეა ბორგეზეს ბაღების ხელოვნურ ტბაში, პატარა კუნძულზე მდებარე დამალული ტაძარი, რომელიც ანტიკური რომის რომანტიზირების მცდელობაა, აგებულია 1786 წელს. ბორგეზეს ბაღების ტერიტორიაზეა შოთა რუსთაველის ბიუსტიც, რომლის ავტორია მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძე. ბაღების ცენტრში მდებარეობს ბორგეზეს სასახლე, რომელსაც ჩვენ სტუმრობთ. იმისათვის, რომ ბორგეზეს გალერეა დაათვალიეროთ, ბილეთები შეძენა წინასწარ დაგჭირდებათ. მათი შეძენა შეგიძლიათ საიტზე, რომელსაც გაგიზიარებთ აღწერაში. ბორგეზეს გალერეაში ღამით მივედით, ჩვენი ბილეთი ჯავშანი იყო 20 საათსა და 30 წუთზე და გავართ რიგში, რომ შევიდეთ ბორგეზეს გალერეაში. ბილეთები შევიძინეთ ონლაინ. კარავაჯოს, ბერლინის და სხვა ცნობილი იტალიელი მხატვრების ნამუშევრები და ქანდაკებები გველოდება. სასახლის ისტორია ბევრად უფრო საინტერესოა, ვიდრე უბრალოდ ლამაზი შენობა. სასახლის აშენების მთავარი შემოქმედი იყო მე-16 საუკუნეში მცხოვრები შიპიონ ბორგეზე, რომელიც იყო ბორგეზეების გავლენიანი ოჯახის წარმომადგენელი, თუმცა ოჯახის განსაკუთრებული აღმასვლა მას შემდეგ დაიწყო, რაც შიპიონის ბიძა კამილო ბორგეზე რომის პაპი გახდა პავლე მე-5-ის სახელით. სწორედ ამ პერიოდში დაიწყო მან საგვარეულო ვილის მშენებლობა. შიპიონი გატაცებული იყო ხელოვნებით და კოლექციონერობით. იგი აგროვებდა ქანდაკებებს, ნახატებს, ანტიკურ არტეფაქტებს და იშვიათ ნივთებს, თუმცა ცხადია, ყველაფერს პატიოსანი გზით ვერ მოიხვეჭდა და ასეთ დროს მიწის გავლენებს იყენებდა. სწორედ ამ გზით აქვს მას ხელში ჩაგდებული კარავაჯოს შედევრები, დავითი გოლიათის თავით და ბიჭი ხილის კალათით. კარავაჯოს წმინდა ჯიროლამო და კარავაჯოს წმინდა ბატისტა. ეს არის ანტონიო კანოვა ვენერა. შიპიონი ბიძის გავლენით კარდინალი გახდა. მან აღმოაჩინა ჯოვანი ლორენცო ბერნინი, რომელიც ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო და დაეხმარა მას კარიერის დაწყებაში. დღესაც ბორგეზეს გალერეაშია ბერნინის შედევრები, პროსერპინას გატაცება, დავითი და აპოლონი და დაფნე. ეს ქანდაკებები ბაროკოს შედევრებად და სახელმძღვანელო ნიმუშებადაა მიჩნეული. დავითის ქანდაკების შექმნისას ბერნინი სულ რაღაც 25 წლის იყო.
Abel moment Bibliიდან, როდესაც დავით ნასწავლეთმა გოლიათი დაამარცხა შურგულით. Აი, გაჭიმული შურგული უჭირავს მას ხელში. ბერნინის პროსერპინას გატაცება. დედაბუნების ქალღმერთ ქალს პლუტონი იგივე ჰადესი მიათრევს თავის სამყოფელში. თურმე პროსერპინას, იგივე პერსეფონეს ძლიერ ხიბლავდა ყვავილები. ერთხელ მიწამ საკვირველი მცენარე აღმოაცენა. ერთ ღეროს 100 თავიება, ოქროს ფერებით გაბრწყინებული. საოცარი სურნელით აღივსო ზეცა და დედამიწა. პერსეფონე მიუახლოვდა თუ არა ყვავილს, მისმა სურნელებამ გააბრუა. მოულოდნელად მიწა გაირღვა და შავმა ცხენებმა მისი წიაღიდან ამოაგრიელეს ოქროს ეტლი, რომელსაც მართავდა მიცვალებულთა მბრძანებელი, პირქუში პლუტონი, იგივე ჰადესი. მან მოიტაცა პერსეფონე და აქცია მიწის წიაღის დედოფლად. კარაჩოლოს კიდევ ერთი დილო დავითი და გოლიათი. ბერნინის აპოლონი და დაფნე. შეუყვარდა აპოლონს ნიმფა დაფნე და სცადა მისი დამორჩილება. გაიქცა ნიმფა, ნიავის ქროლვამ თმა აუშალა, აუფრიალა სიომ სამოსი. სილვინმა უფრო დაამშვენა ქალწული. როდესაც რბოლით დაიღალა, მამა ღვთაებას შეევედრა, სახე ეცვალა მისთვის. მამამ სურვილი აღუსრულა და ზეცისაკენ ვედრებით ხელაპროვლი ნიმფა ხედ გარდასახა. აპოლონმა ხელი მოჰკიდა ხეს, იამბორა და ასე მიმართა. შენ არ ისურვე ჩემი ცოლობა, მაგრამ მუდამ ჩემთან იქნები. შენი შევიმყოფ დღეიდან თავსაც, დაფნე. სწორედ დაფნეს სახელიდან ქვია ხეს დაფნა, რომლადაც ნიმფა გადაიქცა, ხოლო დაფნის გვირგვინი კი აპოლონმა შემკობის სიმბოლოდ აქცია. ბორგეზეს სასახლე უბრალოდ მდიდარი ოჯახის სახლი არ ყოფილა. ეს იყო ძალაუფლების, პოლიტიკისა და ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური პროექტი რომის ისტორიაში. აქ დაცული შედევრების უკან ხშირად დგას არა მხოლოდ ხელოვნება, არამედ ეკლესიის ძალაუფლება, პოლიტიკური გავლენა და ზოგჯერ საკმაოდ ბნელი ისტორიებიც. შიპიონ ბორგეზეს მიზანი იყო რომში შეექმნა ადგილი, სადაც ხელოვნება, ფუფუნება და ოჯახის ძალაუფლება ერთად გამოჩნდებოდა. სწორედ ამიტომ დღეს ბორგეზეს გალერეა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მუზეუმად ითვლება. ეს არის სინათლებისთვის აქ ბრეილის შრიფტით არის გაკეთებული შესაბამისი ნიშნები და ასევე ხელის მოსმით შესაძლებელია უსინათლო აღიქვას ახატის ფორმები. სანდრო ბოტიჩელი, მადონა და ყარმა. რაფაელი მამაკაცის პორტრეტი. ერთ საათს გასტანა 2 სართულის დათვალიერებას, ძალიან კარგი იყო, ძალიან კიდებული შთაბეჭდილებით გამოვედით, ყველაც გირჩევთ რომში ჩამოსვლისას არ გამოტოვოთ ეს გალერეა.